ეს ისეთი ტრაგედიაა, რომ შვილი გააჩინე და მე მოგპარეს. მე ვიცი, რომ დედაჩემმა ბავშვი გააჩინა, ბიჭი, რომელმაც იტირა და რამდენიმე საათში უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. ბავშვები იყიდებოდა. ჩვენ ეს მერე გავიგე. ანუ გაყიდულია თქვენი. ანუ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. თქვენ არ გქონიათ აი ეს რაღაც შეგრძნება, რომ სადღაც თქვენი ნაწილი ცოცხალი დადის? და ამ თემაზე ხა იმედია დედაჩემი ამას არ ნახავს. არის ძალიან ბევრი მშობელი, რომელსაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ მისი შვილი სადღაც ცოცხალი დადის. დედაჩემი იყო ისეთი ფსიქოლოგიური შოკის მდგომარეობაში, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გახდა. ყალბ ფასეულობებზე გავიზარდეთ ჩვენ. ბიოლოგიურობამ დააქცია მთელი დინასტიები. შეიძლება ბიოლოგიურად შენიშვილი იყოს და მასთან სულიერი კავშირი არ ჰქონდეს. აიშლება ვებერთელა სუფრა, სადაც იქნებიან მსხვერპლებიც და ჯალათებიც, დემონებიც და ანგელოზებიც, ყველანი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ და რაც შეეხება დღევანდელ პოდკასტს, ეს არის ჩემთვის საოცრემო პოდკასტი. ძალიან დიდი ხანი მიტოდა ამ ადამიანის პოდკასტის ჩაწერა და როგორც იქნა ამის საშუალება მომეცა. პოდკასტის პარტნიორია ქართულ ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია MyLab. MyLab გთავაზობთ უფასო გამოძახების სერვისს თბილისში და საქართველოს რეგიონებში. ლაბორატორიის გამოსაძახებლად დარეკეთ ნომერზე 0322 111 700. მომავლის დიაგნოსტიკა დღეს. პოდკასტის პარტნიორი ქართულ ებრაული ლაბორატორია MyLab სტუდენტებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას უმარტივებს. ენერგია და ჯანმრთელობა წარმატებული სწავლის საფუძველია. ამიტომ გთავაზობთ მუდმივ აქცია 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ კლინიკურ კვლევაზე ყველა სტუდენტისთვის. ისარგებლეთ უახლესი ტექნოლოგიებით და საერთაშორისო სიზუსტის კვლევებით შეღავათიან ფასად. აქცია მოქმედებს მუდმივად სტუდენტური ბარათის წარდგენისას. ლაბორატორიის გამოსაძახებლად დარეკეთ მითითებულ ნომერზე. ჩვენი სპონსორია ირინი თრეველი, რომელიც არის სახმელეთო საცალო და კომერციული ტვირთის გადამზიდი კომპანია. ირინი თრეველის საშუალებით ამანათის გაგზავნა შესაძლებელია ევროპის არაერთ ქვეყანაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ. კომპანიას 40 ოფისი აქვს საქართველოს მასშტაბით. შოპინგის მოყვარულებისთვის კი დაამატეს პლატფორმა G-Line G, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სასურველი ნივთის გამოწერას საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩინეთიდან. ყველაზე ბიუჯეტურად. ჩვენი სტუმარია ექიმი ფსიქოლოგი დია ყოლბაია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ სტუმრად. ეს არის ჩემი ოცნების პოდკასტი. დავამატ შემეძლია თქვენ, იმიტომ რომ ისე მეთქვა რომ ჩვენთან სტუმრად მოსულიყავით. არც ერთი თქვენი პოდკასტი, იმიტომ რომ არც ერთი არ მაქვს გამოტოვებული და ძალიან მადლობელი ვარ რომ მოხვედით ჩვენთან. მოდით დავიწყოთ თავიდან, დაბადებიდან. როდის ჩნდება მშობელს და შვილს შორის კავშირი, ემოციური კავშირი და როდის წყდება და წყდება თუ არა საერთოდ? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა კათინაურებისთვის, ასეთი ყურადღებისთვის, კეთილგანწყობისთვის. თქვენი კითხვა არის როგორც საკაცობრიო მასშტაბის და იმაზე ღრმა ვიდრე უბრალოდ ფიზიოლოგიური ან ბიოქიმიური მიჯაჭვულობა. და მე მინდა პატარა ესეთი ლირიული გადახვევით დავიწყო. აი ინდურ ტრადიციაში ერთ-ერთი ტრიმურტიდან, სამერთობიდან, ხო, ბრაჰმა, ვიშნუ, შივა, აი ვიშნუს ღვთაებას ამშვენებს უამრავი სამკაული და ყველა სამკაულს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, იარაღები და ამათაც თავისი სიმბოლური დატვირთვები და ერთ-ერთი არის ძვირფასი თვალი მკერდზე, დიდი თვალია, ძვირფასი კაუსტუფხა ასე ჰქვია თვალს. და თქვათ ქანდაკებებზე ეს არის ყველაზე ძვირფასი ზურმუხტი ან რაღაც ასეთი. ეხლა სინამდვილეში ეს რა არის? ეს არისო სამყაროში რაც კი არსებობს სულები. აი ამ სულების კონცენტრირებული ფორმა. ანუ ღმერთის მკერდზე, ხო, დასვენებული ეს ამშვენებს ამ მკერდს ყველა ცოცხალი არსების სული. და შივა არისო სამყაროს გონი, ცნობიერება, რომელიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე და იარსებებს სამყაროს შექმნის შემდეგ.
ანუ აი ის რაც ჩვენი თვალებიდან იყურება არის ერთი. განსხვავება არის პიროვნებები, ანუ ის მანქანები, ის ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც და მექანიზმებითაც ხდება ამ ერთი სულის ექსპანსია, გამოვლინება სხვადასხვა წახნაგით. როდესაც საუბარია მიჯაჭულობაზე, აი გახსოვთ ქამელეონი, აი Facebook-ზეც არის ხოლმე პატარა ესეთი და TikTok-ზე ვიდეოები, როდესაც არის სხვადასხვა ფერის რაღაცა, აი თქვა სავარცხელი და ეს გადადის ქამელეონი და იმ ფერს იღებს. და მე ესე გაწובה აი ამ სხვადასხვა ფერის სავარცხელებზე და კუდი აქვს წითელი, ტანი აქვს ცისფერი, ეს აქვს მწვანე, თავი აქვს იასამნისფერი. ნახეთ, ამას ხო ქამელეონი გააზრებულად არაკეთებს. ეს არის რაღაცა ქემორეცეპტორებით, აი რაღაცა ძალიან ამაზე სერიოზული კვლევებია ძალიან საინტერესო და ამით ხდება მისი მიმიკრია, რომ როგორმე გადარჩეს იმ გარემოში, ხო? აი ეს მიჯაჭულობა სულებს შორის მიჯაჭულობა ხშირად ბიოლოგიით არ არის განპირობებული. ანუ ძალიან ბევრი არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ამათი შვილი როგორ ვარ. აი ამ ოჯახში მე შემთხვევით ვარ გაჩენილი. და ესეა? რაღაცა წინა ცხოვრებაში დავაშავე. ეთქობა რომ ამათთან მოვხვდი, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ შვილსა და დედას შორის და მამას შორის არ არის სულიერი კავშირები. აი როგორი არის თქვათ ესა თქვათ აღმოსავლურ აი ამ ინდუიზმში თქვათ, ხო? მე ინდუიზმზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ასპექტები არის სხვანაირად გაშლილი ვიდრე ჩვენს კულტურაში. ჩვენთან როგორც არის, ის გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს მთელი რიგი სტერეოტიპებით მოცემული, ხო? და იქ არის ნათქვამი, რომ შენ შვილი მოგევლინა როგორც ღმერთის ნაწილი, ხო? სადაც აი ამ სხეულში არის აი ეს ცნობიერების ეს ფრაგმენტი დროებით რომ შენ ის აი ამ გარკვეული სანამ ის უსუსურია და სანამ ის ფეხზე უნდა დააყენო, ხო? და შენთვისაც ეს სკოლა და განსაცდელი და გამოცდა და იმისთვისაც განსაცდელი და გამოცდა და ეს კარმიული ჯაჭვებით არის თქვათ რაღაცა გამართლებული თუ ახსნილი და ეს დროებით გეძლება, ის შენი საკუთრება არ არის და შენ მას უნდა მოეპყრო როგორც ღმერთის გამოვლინებას, ისე როგორც შენ ხარ ღმერთის გამოვლინება, უბრალოდ ეს ჯერ შენ არ იცი და თუ ხარ გასხივოსნებული მაშინ და ეს გასხივოსნება კიდეც ალგე თემა. ანუ ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი საინფორმაციო ცნობიერი ველის ნაწილები, სხვადასხვა მექანიზმებით, სხვადასხვა სხეულებით, სხვადასხვა ბიოქიმიებით, ხო? და ემსახურება ამ ერთის გამოვლინებას ყველა შესაძლო ვარიანტში. ხო? ანუ ეს ახლა აი კითხვა რო კი, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რისთვის არის საჭირო? აი ეს თუნდაც ახტაცებაც და განსაცდელიც, ეს ზეციური და მიწიერი სიყვარული თუ სხვა, აი საბოლოო ჯამში რა რისთვის არის საჭირო? აი საბოლოო მიზანი რა არის ეს, ხო? ინდუიზმი ამბობს, რომ ეს არის მაჰალილა, რომ ღმერთის დიდი თამაში. რომ ღმერთი იყო მარტო, ხო? და გამოიხედა არავინ არ არის და გადაწყვიტა, რომ შექმნილი იყო სამყარო, რომ აი ეს თამაში დაეწყო. რატო ასეთი ახსნა? იმიტომ რომ ახსნა არა გვაქვს. ხო, პასუხი არ არის და იმიტომ იქნება ესეთი პოეზიის რანგში აყვანილი ფილოსოფიები. ხო? შეიძლება ბიოლოგიურად შენი შვილი იყოს და მასთან სულიერი კავშირი არ გქონდეს. და შეიძლება ეს იყოს სხვა ადამიანი, სხვა ბიოლოგიური ორგანიზმი, აყვანილი შვილი იქნება თუ ნაპოვნი თუ სხვა, ხო? და იმასთან გქონდეს მეტი. ან თქვათ, ნათესავთან არ გქონდეს ესეთი კავშირი და მეგობართან გქონდეს, ხომ? ანუ აი ეს სულიერი მიჯაჭულობები არის განპირობებული არა იმდენად თქვათ ეს ბიოლოგიით, რამდენადაც ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური კომფორტით. მიჯაჭულობა ხომ შემდგომ იქმნება. აი, ანუ ეს ემოციური კავშირი დედას და შვილს შორის ხო თავიდანვეა და მიჯაჭულობა თქვათ ან პარტნიორთან, მეგობართან ხო დროთა განმავლობის შედეგია და ეს არის სიმბიოზი. ხო? ანუ როდესაც შენ გაქვს ფსიქოინტელექტუალური და სულიერი კავშირი. აი მაგალითად ქრისტიანობაში ხო, რომ ეს ჩემი ბიოლოგიური ძმები კი არა, თქვენ, ჩემო სულიერო ძმებო, თქვენ ხართ ჩემი ძმებიო, ამბობს იესო. ხო? ანუ აქცენტი კეთდება სულიერ კავშირებზე და არა ხორციელზე. რომ
ცივილიზაციები ჩამოიშალა იმის გამო, რომ მემკვიდრეობა გახდა ბიოლოგიური და არა არისტოკრატიული და ინტელექტუალური. ანუ ტახტზე დაჯდა არა იმიტომ, რომ ის იმსახურებდა, არამედ იმიტომ, რომ იმის ბიოლოგიური შვილი იყო. ანუ ბიოლოგიურობამ დააქცია მთელი დინასტიები. ხო? და როდესაც საუბარია მიჯაჭვულობაზე, აქ უპირველეს ყოვლისა, საერთოდ ნებისმიერი ფორმის ადიქცია არის ავადმყოფური. ნებისმიერი მიჯაჭვულობა ეს არის ავადმყოფური. აი რა აქედან აქამდე არის ნორმა და ამის იქით ამის აქეთ ეს არის გულგრილობა და ეს არის თქვათ რაღაცა ავთვისებიანი ფლობელობა. ხო? რომ ყვავილი თუ გიყვარ, შენ იმას არ მოწყვიტავ. ხო? თუ მოწყვიტე, ნიშნავს რომ გინდა. და ფლობ და არა ის რომ ყავს და ზრუნავ, ხო? აი შეიძლება აი მაგალითად მიყვარს და მომწონს ერთი და იგივე არ არის, ხო? აი ძალიან მიყვარს მე მზესუმზირის კნატაკნუტით ქუჩაში სიარული. ვაიმე ბავშვობაში რაც ასე მივლია ეზოში, ყველაზე ბედნიერი მომენტები იყო ესე რომ აფრქვევ ამ მზესუმზირს, მაგრამ რა არა ესთეტიურია, არ მომწონს. მიყვარს მაგრამ არ მომწონს. ამიტომ მიყვარს, მაგრამ მზესუმზირის კნატაკნუტით რუსთაველზე არ დავდივარ. ხომ? აი მაგალითად ჭრილობა გაქვს, ხომ? ამ ჭრილობას უვლი. მიდიხარ აფთიაქში მოგაქი ხარჯები ხო რა, გიყვარს ჭრილობა. შენ ზრუნავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიყვარს. ჩვენ ზრუნავთ, თქვათ, გოჭზე, რომელსაც საშუალოდ დავკლავთ. ხო? ანუ ზრუნვა ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს, ხო? როდესაც საუბარია, თქვათ, ეხლა ეს ძალიან სენსიტიური თემაა, რომ აიყვარე, რა თქმა უნდა, ეს უკიდეგანო ოკეანე ინფორმაციის, რაც სამყაროში კი არ არის, სამყაროა აწყობილი ამ ინფორმაციულ ველზე. და მთელი სამყარო არისო ღმერთის სხეულიო. და აი ეს ენერგია და ეს ვიბრაციები და ეს ვაკუუმის ფლუქტუაციები, ეს კვანტური ეს ფლუქტუაციები არისო თავათო შივა მადლიანს ნიშნავს და რატომ ვამბობ? იმიტომ რომ რატომ მომყავს მე ინდური, იცით, რომ ინდურში არის კოსმოლოგიის ძალიან დიდი მასშტაბით სწავლება. აი კოსმოგენეზის, კოსმოლოგიის მითიური, შეიძლება მცდარი გეოცენტრული სისტემა და არაფერი საერთო ასტრონომიულ რეალობასთან არ აქვს, მაგრამ არის სწავლება ეს, რაც სხვა, თქვათ, აბრაამულ ციკლში ნაკლებად არის, ხო? რამდენად სწორია ცალკე საკითხია. და აი ამ საინფორმაციო ველში, აი ამ სულიერ ველში, რომელზეც სამყარო აწყობილია, როგორც ძაბზე მარგალიტები. ეს ენერგიები, რაც ჩვენი თვალებიდან იყურება, ჩვენს მიერ წოდებული სულის სახით, ყველასთან ერთია თვისობრივად. განსხვავებაა მასშტაბში. მასშტაბში, რომ აი ღმერთი არის უკიდეგანო და ადამიანის სული არის თმის ღერზე 1000-ჯერ ნაკლები. ხო? და როდესაც შენთან ეს სული მოვიდა. ხო? რიგში იყავი და მოგიწია და აიყვანე ბავშვი, თუ თქვათ ნათესავს, თქვათ არ ქონდა საშუალება და მოგაშვილა, ის სხვათა შორის სამეგრელოში ეს იყო ტრადიცია მორდია, გამზრდელი. აი იყო შემთხვევები, მე წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და თქვათ აი არ ყავდა ძმას, თქვათ შვილი და აი ცოლ-ქმარმა მოილაპარაკა და ამისთვის გააჩინეს და ეს ბავშვი მიაშვილეს. ხო? ასეთი ძალიან ბევრია. და მე იშვიათად აი არც კი გამიგია, რომ დაპირისპირება ყოფილიყო რამე, რომ აი მე რატო გამაშველეთ, იქ ახსნადი იყო ეს ყველაფერი, მორდია. შეიძლება ბავშვები არ ამბობდნენ და არ უპირისპირდებოდნენ, არ ქონდათ პროტესტის გამოხატული იყო. იქ არ იყო, რომ ეს აყვანილია, ის არის მორდია. პირიქით, ის არის პატივსაცემი ფენომენია, რომ მორდია გაზარდეს, ხო? იცოდა მან რომ ეს გამხელილი იყო, ეს ყველა მიცოდა, რომ აი ამ ძმას შვილი არ ყავდა და აი აქ ძმამ და მისმა მეუღლემ ესე გადაწყვიტეს, რომ არ ყავს ჩემშიო, გვალის გამოძერებელი არ ყავს, ვიღაცა და ახლა ჩვენ უნდა გავაჩინოთ და ჩემს ძმას და მისცეს. ანუ უფრო მეტიც აი მოგვარეებიც კი, ან თუნდაც არა მოგვარეებიც. აი ეს რატო ჩვენ მცირე რიცხოვანიერი ვართ? ჩვენ არ გქონდა იმის ფუფუნება, რომ აი ესე თქვათ, აი როგორც არის პასტარტ, თქვათ, ხო, ეს უკანონო შვილი და რაღაცა. ისე როგორც თქვათ, იუდეურ ტრადიციაში ქალის გვარზე, რატომ იყო? იმიტომ რომ სულ ომი იყო, სულ გაუსადლისი იყო, ბავშვთა სიკვდილიანობა არ ნახული, ხო? და არ იყო იმის ფუფუნება, რომ ეს ბავშვები ყოფილიყვნენ სოციუმს მიღმა და ესეთი დაღი ქონოდათ, რომ აი უკანონო. იმიტომ რომ სულ ომი იყო, მამა შეიძლება დაღუპულიყო ისე, რომ ვერ მოესწრო ოფიციალური კანონიერი, ხო? ამიტომ დედის გვარზე იყო და ამბობს ჩემი შვილი ხო ამირან დარეჯანის ძე
თქვათ, ხო? და თუ არის ჯანსაღი სულიერი კავშირი და სიყვარული, ეს სულიერი გადაწონის ნებისმიერ ბიოლოგიას. თუ აყვანილ შვილთან პრობლემა გაჩნდა და ეს როგორც წესი ჩნდება, იმიტომ რომ ვიღაც ეუბნება მე ამ ბავშვს. ადრე თუ დიან და არა მშობელი. ხომ? და ეს ამ მშობლისთვისაც გასაგებია ეს მშობელი ეგოცენტრულია, უნდა რომ ეს ჩემი თან მერე კიდე რა რომ არ ეუბნება რომ არ იცის როგორ უთხრას. არ იცის როგორ გაშალოს ეს კარტები, არ იცის ჯაჭვულობა და ისინი არ წავიდეს, ხომ? და აი ეს თვითონ ამასაც ხო კულტურა უნდა, ამასაც ხო ფსიქოლოგიური მანევრი უნდა, იმ გულახდილობასაც ხომ თავისი ეტიკეტი აქვს, როგორ მიაწოდო, რამდენად ტრამვული იქნება ეს მისთვის. არ ეუბნება იმიტომ, რომ უფრთხილდება იმას. თუ თავის თავს. უფრთხილდება საკუთარ თავსაც, რასაკვირველია. ხო? და ეხლა უკვე ესეთი ტრადიცია სოციალური, ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების არის ჯგუფი, რომელიც ეხმარება ასეთ ოჯახებს, დედებს, მამებს, რომ უთხრან ბავშვს დროულად, სანამ სხვა ეტყვის. რომ ეს არ იყოს მტკივნეული. და აი ბოლოს ხო უნდა დაისვას კითხვა. აი კარგი, აი თქვათ დავუშვათ, მე ვიცი რომ ვარ ჩემი მშობლების კანონიერი შვილი. დედაჩემი იყო 18 წლის მე რო გამიჩნდა. სხვათა შორის ესეთი ისტორია, რომ მეორეზე დედაჩემი რო იყო უკვე ორსულად, მე ვიყავი 3 წლის და დაიწყო მშობიარობა, მამაჩემი არ იყო ქალაქში, საწყალი ბებია ჩემი საავადმყოფოში იყო, წნევის გამო ინსულტი ჰქონდა და ისე აღმოჩნდა, რომ ესე იგი დედაჩემი მიიყვანა ბაბუჩემმა სამშობიაროში და მალევე წამოვიდა, იმიტომ რომ მე პატარა ვიყავი. ექიმი იყო ანდრონიკაშვილი. ბავშვი დაიბადა ტირილის ხმა, ყველაფერი გავიგეო და მე რამდენიმე ხანში რომ მოვითხოვე ბავშვი გარდაიცვალა. თქვენ დედმამიშვილს. ჩემს დედაზეა ლაპარაკი. ხო და ბავშვი გარდაიცვალაო და მე ვეუბნები კი, მაგრამ ხო არ მოიკითხე რა, ესე იგი სანამ მამაჩემით მაშინ არ იყო მობილურები, არ იყო ესეთი კავშირები, სანამ მამაჩემი ჩამოვიდა, სანამ ისა, ესე იგი დედაჩემი უკვე ფსიქიკურად შეშლილი, ლამის, გადატანითი მნიშვნელობით, რომ ბავშვი აორთქლდა. ბავშვი აორთქლდა, ალი-კვალი ვერ იპოვეს, მორჩა ეს დახურული თემა, დედაჩემს თან ანდრონიკაშვილს ძალიან ენდობოდა, იმიტომ რომ ბებია ჩემი ამშობიარა ანდრონიკაშვილმა. მერე გავიდა აგერ 18 წელი და დედაჩემი ამშობიარა ანდრონიკაშვილმა. მე და მერე მეორე. და ეს იმდენად სანდო იყო რომ აქ რომ ამან ხარ მორჩა, ამაზე აღარ იფიქრო, შენ ახალგაზრდა ხარ, 22 წლის ხარ, მთელი ცხოვრება წინა გაქვს, ამაზე არ იფიქრო, ეხლა დამშვიდი, დაწყნარდი, კიდევ გეყოლება და გააჩენ. ბავშვი გარდაიცვალა. ანუ არც გვამიუნახავს. არაფერი. აი ესე გამოუშვეს, უთხრეს და წამოვიდა. ესე დამთავრდა ეს ისტორია? აი ასე დამთავრდა, მე იყო რაღაცა ლაპარაკი, მორჩა არც ეს ისეთი საკითხია, ამოწურული თემაა. და დედაჩემი იყო ისეთი ფსიქოლოგიური შოკის მდგომარეობაში, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გახდა. ეს ამბავი დამთავრდა და მერე ვიგებთ ჩვენ, რომ თურმე ანდრონიკაშვილის დიდი თაოსნობით ბავშვები იყიდებოდა. ჩვენ ეს მერე გავიგეთ. ანუ გაყიდულია თქვენი. ანუ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე მოგიყევით სიტუაცია რაც იყო. თქვენ არ ქონიათ აი ეს რაღაც შეგეცნება, რომ სადღაც თქვენი ნაწილი ცოცხალი დადის? იცით რა არის? თუ არ გიფიქრიათ? ეს იყო ისეთი თემა, მე არც მიფიქრია, რომ ვინმე შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ მე ვიყავი დედის ერთა. მორჩა ეს თემა მე როდესაც მე უკვე სამედიცინოზე ხო და არ ვიცით არაფერი ამის შესახებ არ დაგეხმარებით საიდან დავიწყეთ ასეთ ხო და აი ესეთი სიტუაცია რატომ იყო ესეთი დამოკიდებულება ექიმების მიმართ აი რატო ენდობოდნენ მშობლები ოჯახის წევრები ეს ექიმებს აი ვერ გეტყვით, აი მე მოგიყევით ის რაც იყო, ამის იქით მე მეტი არაფერი არ ვიცი და ამ თემაზე ხო იმედია დედაჩემი ამას არ ნახავს. ხო, რომ ეს ძალიან მტკივნეული თემა, ამიტომ ვამბობ არ ნახავს, იმიტომ რომ ეს ტაბუდადებული თემა იყო და არც უფიქრე, არა, დაიღუპა მორჩა და მე რომ ვუთხარი რომ ესეთი ხმები იყო, დადიოდა რომ იყიდებოდა ბავშვები და რაღაცა ჩერდება და არ უნდა ამისი
ამისი მიღება მას აღარ უნდა. ხო. ხო, ახლა რატომ არ უნდათ, იბოდიშო გაწყვეტილებ, არის ძალიან ბევრი მშობელი, რომელსაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ მისი შვილი სადღაც ცოცხალი დადის. იცით, ეს ისეთი ტრაგედიაა. ხო. ეს ისეთი ტრაგედიაა, რომ შვილი გააჩინე და მე მოგპარეს. ამისი და რა უსუსურობის, უმწეობის, ვერაფერს ვერ გახდები. ხო, ჯერაც ერთი ამდენი დრო გავიდა. მეორეც ერთი მაშინაც რომ ყოფილიყო, ეს იყო რაღაც მაფია, შეუვალი მაფია. ვერიგებ. მე არ ვიცი რეალურად დაიღუპა თუ არა ეს ბავშვი. ხო? მესმის კი. არ ვიცი რა მოხდა. მე ვიცი რომ დედაჩემმა ბავშვი გააჩინა, ბიჭი, რომელმაც იტირა, ჩვეულებრივად ბავშვი გააჩინეს და რამდენიმე საათში უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. და მე ვიგებთ, რომ თურმე ეს ადამიანი მონაწილეობდა აი ამ რაღაც სქემაში. ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე ვერ ვიტყვი, რომ მე მყავდა ძმა, რომელიც ანდრონიკაში უნდა გაგვიყიდა. მე ვამბობ ის რაც იყო. ხერის დადებით რა თქმა უნდა. და აი ეს, იცით, ეს ბიოლოგია, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკურ დონეზე დედის ორგანიზმში ნაყოფის უჯრედები რჩება. ხო, მოზაიკურად ეს გენთა მიმოცვლა სულ ხდება, მაგრამ გადამწყვეტი ეს არის სულიერი ურთიერთობა. და რაც უფრო იცით რა, შეიძლება ყველას არ აქვს საშუალება, ეხლა დღე-დღამე წიგნები იკითხოს და ეხლა ფილოსოფიურ წიაღწევებში ჩაიძიროს, ხო? ყველას საქმე გვაქვს, სამსახური გვაქვს, ყველას ჩვენი მონაცემები გვაქვს, ვიღაცა დეტექტივებს კითხულობს, ვიღაცა ხაგავად გიტას, ხო? და ამით არის მრავალფეროვნება საინტერესო, ხო? ამიტომ რომ ყველა არსების თვალიდან უნდა გამოიხედოს ღმერთბაო. ხო. ყველა და ბოლოსო გაიშლებაო დიდი, ნუ ეს არის რა თქმა უნდა პოეტური გადახვევა, რომ აი გაიშლება ვებერთელა სუფრა, სადაც იქნებიან მსხვერპლებიც და ჯალათებიც, დემონებიც და ანგელოზებიც, ყველანი და ყველა რომ გაახელსთვას, ყველა თვალიდან ერთი გამოიხედება. და ყველა გაერთიანდება. განა ის რომ იმ ჯალათს ეპატია, იმან მოიხადა თავის კარმიული თუ რაღაცა ვალი, ყველა მაგო პასუხი, ხო? ფსიქოპათი, რომელიც ემალება პოლიციას, ნიშნავს იმას, რომ მან იცოდა რას აკეთებდა და ის პასუხს აგებს. იცით, როდის არის სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თქვათ, აი რომ ამბობს თავის სიტყვას, რომ ეს შეურაცხადია, როდის არის ეს მართლა შეურაცხადი, როდესაც მან ჩაიდინა დანაშაული, ხო? და იმ მთელი რიგი ამ გამოკითხვებით და ანალიზებით ასე, ის კი არ გაურბის პასუხისმგებლობას. ის ამბობს, კი მაგრამ რა გავაკეთე მე ასეთი? არა, არ ესმის. ბერიგებს რა. ბერიგებს, ხო? ეს სხვა რაღაცა. როდესაც გაურბი ხარ, როდესაც მანევრებს აკეთებ. აი სხვათა შორის ფსიქოპათების რაღაცა გარკვეული ნაწილი სიცრუის დეტექტორსაც კი ატყუებს. იმიტომ რომ მისი ემპათია ნულია. და მას არ აქვს უხერხულობის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა, თანაგრძნობის გრძნობა და ამიტომ ის ისე იტყუება, ხომ, რაღაცას ისე იტყუება, რომ არც ცხენია. ამიტომ გული არ უჩქარდება და ეს ოქსილოგრაფი ვერ აფიქსირებს ამას. აი ეს რა, რომ ემოციების დიაპაზონი არის იმდენად ფართო. აი ამ აქედან აქამდე, ხო? რომ აი ვერიგებ ეს ადამიანი ასეთი გულგრილი როგორ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ შენი ჯანმრთელობის გადმოსახედიდან აფასებ და ვერიგებ ასეთი გულგრილი როგორ უნდა იყოს. მე გულგრილობაზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ თუ შენ შვილთან, რომელიც შეიძლება შენ ბიოლოგიურად ვერ გააჩინე, იმიტომ რომ რაღაც პრობლემა გქონდა, იმიტომ რომ რაღაც არ აეწყო, მერე დაგვიანდა და ასე გავიდა ცხოვრება და აჰა, მოგიწია, აი ეს მოხდა ესეთი სიტუაცია და აი ეს ახალი არსება, ეს პატარა არსება, რომელიც აი ამ სამყაროს განგებით შენთან მოვიდა და შენ ზრდი და მასთან სულიერი კავშირი და ძაფები გაიბა. ბიოლოგია ხდება მეათეხარისხოვანი და ის ბიოლოგიაზე გააკეთებს აქცენტს და იტყვის რომ შენ რა გამიკეთე გამძლელი ის ბიოლოგიური, ეს ნიშნავს რომ რაღაცა გარღვევაა სულიერში, რაღაცა გარღვევაა ფსიქოლოგიურში. მეორე მომენტია მარტო აღზრდა რასუშველის თუ ბუნება მარუშველა. არის გენეტიკური ისეთი დეტერმინანტები, არის ისეთი ფსიქოლოგიური წყობა, როდესაც ადამიანი სასტიკია, შეუგნებელია,
ვერ ხვდება. ან ამასაკში ჯერ მწიფეა, აფექტშია, თუ ეს ყველაფერი მოხდა გარდატეხის ასაკში, ხო? მაგრამ მერე დაალაგდება. და ბოლოს, იცით, იმის არ იყოს წყლის დამლევინებელიო, ესეთი ის არის ებრაული ანეკდოტივით, რომ აი უნდა მოკლედ აბრაამ უნდა მოიყვანა ცოლიო, აი შვილებიო წყლის დამლევინებელი, მოკლედ ეს აბრაამი აი შვილები და აი დადგა ფეხზე და მოიწმიდა უფლეს და მოვიდა ხოლმე ეს დრო რომ უნდა მოკვდეს. ასე არის და გადახედავს შვილები, ცოლი, შვილი. რა იყო მამა, რატო ხარ მოწყე? არ მწყურია. არ მწყური. ხო, იცით, ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ეგოცენტრიზმი. აი რო იტყვიან, რომ აი მე ძალიან გრძნობიარეა. აი რანიმია ძალიან. რას ნიშნავს რომ გრძნობიარე? ეგოცენტრიკი ან ნებისმიერი ჟესტი, გამოხედვა, რომ ისე არ შემომხედე, ისე არ გამაცილი, ისე არ შემხვდი და ისეთი რაღაცა ეს რა არის? მე ეს არა ვარ, მე ეს ეგოცენტრიზმი. ეს ხოთა შორის თავის ტვინში არის ადრე იყო უბნებად დაყოფა, ასე ვსწავლობდით. მერე უკვე ვისწავლეთ, რომ თურმე ქსელებია, ნერვული ქსელები, აი 8 ძირითადი ქსელი, აი მხედველობის ქსელი, ხო? სმენის ქსელი არის სენსორო-მოტორული ქსელი. სენსორო-მოტორული აი მაგალითად აი უცბად რო აინთება შუქი და თვალს რო მოგჭრის, ხო? სენსორი, რეფლექსი, ხო? ან რაღაცა შეყვარებული ნახე, რომელსაც დაშორდი ქუჩაში და ხო? სენსორო-მოტორული ქსელია. და ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული default სისტემის ქსელი. ანუ ეს რა არის? ეს არის ტვინის პასიური მუშაობის რეჟიმის ქსელი. ეს არის ის ქსელი, რომელიც აქტიურდება, როცა შენ ისვენებ. ანუ ტვინი არასოდეს არ ისვენებს რეალურად. ესე იგი დასვენებაც კი ენერგოდამოკიდებული პროცესია და აქტიური ქიმიური რეაქციებით მიმდინარეობს. აი ტვინი დაასვენეო რომ ამბობენ რეალურად ვერა ტვინი არ ისვენებს და აი ეს default სისტემა, აი default-ი რა არის? აი პაუმალჩანიო, ქართულად არ ვიცი როგორ არის. აი ხომ ყიდულობ ტელეფონს, იმაში ხო უკვე ბაზისური ინფორმაცია ხო უკვე არის. მე რეწერ შენ რაც გინდა დამატებით პროგრამა, აი ბაზისური რაც არის. აი ეს ბაზისური არის ეს default სისტემა და სტრუქტურულად მოიცავს თავის ტვინის შუბლის წილის, ესე იგი, აი ხო არის აი ესე თავის ტვინი, ხო? აი ეს ვენტრომედიალური, დორსალური, ხო? ესე იგი, აი ეს შუბლის წილი, ხო? მოიცავს თხემის წილს, მოიცავს ლიმბურ სისტემას, ეს არის ემოციური სუბსტრატი. ანუ ჩვენი მოგონებები, ჩვენი წარმოდგენები საკუთარ თავზე, გარემოზე, ყველა სახე, რაც კი ოდესმე გინახავს და წარმოგიდგენია. ყველა ადამიანი, პერსონაჟი, გმირი, აი მაგალითად გახსოვთ კონკია. წითელქუდა გახსოვთ? რა თქმა უნდა. ხო, მიუჰაუზენი, კი. ხო, დათა თუთაშხია, დარტანიანი, გრაფ მონტე-კრისტო, ის არა, კაპიტან ნემო, გულივერი, ხო გახსოვს? აქედან თითქმის არც ერთი არ არსებობს. ხო, მაგრამ როგორი რეალობა? თავისთავად. როგორი რეალობა? თქვენს პოდკასტს უსმენ და აი თქვენ ამბობდით, რომ ხილვა და ჰალუცინაცია რეალურად შეიძლება ერთი და იგივე რეალურად კი არა, ხო, რეალურად ერთი და იგივე ნერვული სტრუქტურებით რეალისტება. ნახეთ? და აი ეს რაც მოგახსენეთ ეს default სისტემა, აქ არის ჩაწერილი ყველა შენი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ანუ აქ ცხოვრობს შენი ეგო. ხო. აი ამ default სისტემის აქტივაციის დროს და ეს ხდება, აი როდესაც ასე წამოწოლილი ხარ. რასაკეთებ? არაფერს. ოცნებობ, იხსენებ. ხო რა? აი ეს სისტემა, default სისტემა, განაპირობებს შენს ეგოს, შენს დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი, ანუ ეგო არის რეალურად პროცესი. ანუ ჩემი დამოკიდებულება ჩემდამი იწერება აი ამ სტრუქტურებში. ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში. ანუ ამ სტრუქტურების წარმოქმნა ხო მუცლად ყოფნის პერიოდში. აი ეს ურთიერთობა დედასთან ჰორმონულ დონეზე არის არამხოლოდ ცალმხრივად დედა ნაყოფზე და ნაყოფიც მოქმედებს დედაზე. უჯრედების მიმოცვლა ხდება, ნაყოფის უჯრედების ნაწილი ჩვენს სხეულში რჩება.
ხო? და დროთა განმავლობაში აი უკვე დავიბადეთ, ანუ წლიდან ხმელეთზე გადმოვედით, ხო? აი პირველი წელიწადნახევარი ბავშვის სხეულთან მიკვრა, ჩაკორა, კოცნა მოხვევა მის ტვინზე მოქმედებს და ისე ავითარებს, რომ ის უფრო ემპათიურ, უფრო თბილი, უფრო მშვიდი, twinიერია, ვიდრე ის თუ ბავშვი ამას მოკლებულია? აი, მაშინ მასში twini სხვანაირად ვითარდება. როგორ? სტრესულად. მასში კორტიზოლი მაღალია. და კორტიზოლი რა არის? ეს ნიშნავს, რომ მე უნდა გადავრჩე. და როდესაც მე ვფიქრობ თვით გადარჩენაზე, ემპათია კლებულობს. ანუ ეხლა არა მაქვს მე ჩემ თავს უნდა მივხედო. ხო? ასეთი ადამიანი არის ნაკლებ ემპათიური, უფრო სასტიკი, უფრო გულგრილი. ბიოლოგიური შვილი იქნება თუ აყვანილი შვილი იქნება, მასთან კონფლიქტი იქნება, თუ ეგო არ არის სწორად პოზიციონირებული. როდესაც შენი ეგო ისეთ აღზრდა, ხასიათის თავისებურებები, ეკონომიკური სიტუაცია, წრე, გარემო, ეზო, სკოლა, ინსტიტუტი და ასე შემდეგ, ოჯახში ურთიერთობა. ის რომ ბავშვი უნდა გაიზარდოს ჯანსაღ ოჯახში, სადაც მამა და დედა და აბა მამა გენაცვალოს და აბა დედა გენაცვალოს და აბა ჩემო სიყვარულო და აბა ჩემო სიხარულო, ეს გასაგებია, მაგრამ ასე ხომ ყოველთვის არ არის. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, სტრესზე ყველა ერთნაირად ხომ არ რეაგირებს. ვიღაცას კორტიზოლი მეტი აქვს, ვიღაცას კორტიზოლი ნაკლები აქვს, ვიღაცას ეს აქვს, ვიღაცას ის აქვს, ასე შემდეგ და ეს გვაძლევს აი ამ მრავალფეროვნებას. ბიოლოგიური შვილია თუ აყვანილი შვილია, ეს სული ხომ შენთან მოვიდა, ეს ხომ ჩემთან მოვიდა, ეს ნაწილი ღმერთის, აი ამ ღმერთის ნაწილთან მოვიდა და ჩვენ ღმერთმა გვარგუნა რა სახელიც არ უნდა ერქვას, ეს იქნება ბრაჰმა ვიშნუ შივა, ეს იქნება ქრისტე მუჰამედი, მუჰამედი არ იყო ღმერთი, მაგრამ მაინც თუ კეცალკოატლი იქნება თუ ზარატუსტრა, არ აქვს მნიშვნელობა. ეს სამყარო, ხომ ეს ჩვენ დაგვაკავშირა. და ეს კავშირი იქნება ჯანსაღი, თუ ეს დეფოლტ სისტემა ნორმალურად იმუშავებს და ნორმალურად დაისვენებს. twini. ანუ მე თუ შენთან, ხო? აი გითხარი, რომ თქვათ ჩემი შვილი ხარ, მაგრამ მე სხეული არ მომიცია. შენი სული მოვიდა ჩემთან და მე შენ გადაგარჩინე და ჩვენ ახლა ერთად მოვდივართ ამ გზაზე. ბავშვი არჩევს მშობელს, ირჩევს. აი მე ეს ხო ახლა ეს ესეთი კითხვა, აი სადღაც ზეცაში გახსოვთ ლურჯი ფრიდველი მეტერლინგის გახსოვთ. ფილმიც არის, გახსოვთ ამერიკულ საბჭოთა ის იყო პროექტი ლურჯი ფრიდველი, ასე ქვია და ზეციური ის არის განაჩვენები, რომ ღმერთი თეთრწვერა ესე და ბავშვები, პატარა ბავშვები და იხსნება კარიბჭე და ღმერთი აბოს, აბა მოდით ახლა დაეწყვით, ახლა თქვენ მიდიხართ, ანუ ესენი უნდა დაეშვან მიწაზე, ესენი უნდა განსხეულდნენ და იქ არის ორი პატარა, ესე იგი ბავშვია, ერთი პატარა გოგონა, პატარა და ესე უჭირავთ ერთმანეთი და აბა მოდი ბიჭუნა შენ მოდი და ას არ უშვებს და არა მე არ გაუშვებ მას, არ ხელს არ გაუშვებ. გაუში ხელი, ახლა ის უნდა დაიბადოს. კი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისთვისა ვართ შექმნილი და ის ახლა დაიბადება და მე 200 წლის მერე. აი ეს საკითხი ახლა ვინ რას ირჩევს? ახლა ჩვენ სულზე ვსაუბრობთ. აბა მითხარი ვინ რა იცის სული რა არის? არა, ხო ამბობენ. ჩვენ წარმოდგენები გვაქვს, ხო? აი ჩვენ ვამბობთ ამბობენზე. აი რეალურად ჩვენ რა ხდება არ ვიცით. ჩვენ გვაქვს აი ეს მიმდინარეობები, ქრისტიანობა არის, ისლამი არის, იუდაიზმი არის, ინდუიზმია, შივაიზმია, ვაიშნავიზმია, აი ჰოი. ეს ყველაფერი რა არის? ეს ჩვენ ადამიანებმა მოვიფიქრეთ ჩვენ ეს და თან ესეთი იმპერატიული ტონით რომ არა კი არ მოვიფიქრეთ, ეს ჩვენ ზეციური კანცელარიიდან გვიკარნახეს. ვაიმე დედა, ყველაფერი რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, მათ შორის სასულიერო იერარქიებში, ყველა კონფესიაში ეს თუ ზეციური კანცელარიიდან ნაკარნახებია, ეს ნიშნავს იმას, რომ ზეციურ სასუფეველში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. იქ რაღაცა მოხდა ნამდვილად. ეს არ შეიძლება იყოს იმის კარნახი, ხო? ეს რაღაცა ლაფსუს ლინგუე. არასწორად გავიგეთ მაშინ ჩვენ ეს ნაკარნახავი. იცით, აი ამ საინფორმაციო ველში არსებობს ეს კარანო დაკაშაე ვიშნუ, ესე ქვია, ეს არის ძალიან ცნობილი იკონოგრაფიული ესეთი პორტრეტი, სადაც ვიშნუ წევს სამყაროს მიზეს შედეგობრივ ოკეანეზე, კარანა. და აი აქ ასეთი გველია 1000 თავიანი, ხო, და ანანდა შეშა ასე ქვია. და ეს ითარგმნება როგორც ის რაც რჩება სამყაროს გაქრობის მერე. ეს არის კიდევ რაღაც რაც რჩება.
და აი აქწევს და ესე მისი ჭიპიდან ლოტოსი ამოდის და იქერბრა. ესე იგი ეს ბრახმა მერე ქმნის სამყაროს. აი ეს ოკეანე არის მიზეს შედეგობრივი. ანუ აქ არის ნულოვანი წერტილი, სადაც ყველაფერი არის როგორც შესაძლებლობა. და პირველი შესაძლებლობა ეს არის სულთა კორიანდელი, რომელიც აი ამ ესე ჭიპიდან ამოდის. ანუ მე და ღმერთი ერთი ვართ, მაგრამ არა პარანოიდული შიზოფრენია გაგებით იმ ანეკდოტის არ იყოს ერთი პალატიდან რო ისმის რომ მე ღმერთმა გამომაგზავნა ძეხვთისა ვარ ტყვილი ამე არავინ არ გამიგზავნია ამაზე არ არის საუბარი. აი ეს ერთობა, აი ეს ცნობიერის ველი ერთია. და ამ ცნობიერის ველში ეს ერთი ტალღა ვარ მე, მეორე ტალღა ხარ შენ, მესამე ტალღა არის ის და აი ეს ტალღები ქმნიან ამ ოკეანეს. და თუ შენ მოხვედი ჩემთან განგებით და ჩვენ შორის სულიერი კავშირი დამყარდა და შენ გაიგე რომ მე არა ვარ შენი ბიოლოგიური დედა, მე არ გამიჩენი ხარ, მაგრამ სულიერად შენ ხარ ჩემი ნაწილი, რომელსაც მერგო პატივი რომ შენთან ერთად გამევლო ცხოვრების რაღაცა ნაწილი, ხო? და შემოვიდა ის ბიოლოგიური დედა, აი მე ვარ თქვათ, ხო? სულიერი დედა ვარ შენი. და შემოვიდა ბიოლოგიური დედა, ხო? კავკასიური ცარცის ვარიანტი. მე მიიღოს, მოდი, სამნი ვიქნებით. რა კარგია. იმას ხეული მოგცა. მე სული გადავარჩინე, მე ფიზიკურად გადაგარჩინე. ეს 3 კილო ნახევარი ხორცი ესე დადებული იყო ესე. არა, იმიტომ რომ ჩვენ შევხვედრილიყავით. ჩვენ ყოფილიყავით. მე შენ გადმოგეცი ყველაფერი, რაც მქონდა. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო, რაც შენ მე გამიკეთე, შენ იმდენად უნდა გაგიჩნდეს მიჯაჭვულობა ჩემს მიმართ, რომ მე ხელი შემიშალო ბიოლოგიური მშობლის მოძებნაში, ბიოლოგიური განცდების მოძებნაში. არა, მე თქვი რომ ვიპოვეთ. როგორ უნდა გამოვიდეს შვილი ამ მშობლის მხრიდან მიჯაჭვულობაზე, აი ამ რაღაცა დამოკიდებულებას, ეგოიზმზე, დეფოლტი სისტემა უნდა შეიცვალოს, ხო? როგორ? აი ეს და აი ახალგაზრდა ცოტა შედარებით უფრო მარტივია, მაგრამ აი ასაკოვან ადამიანებში რომლებშიც სტიგმაა ეს და რომლებიც თითქმის ყველა ამას ფიქრობენ რომ არ უნდა მოძებნოს შენ ბიოლოგიური მშობელი, იმიტომ რომ შენ მადლობელი უნდა იყო იმისთვის რაც გაგიკეთეს. ხო, ნახეთ როგორი მომენტია. რა თქმა უნდა არის ეჭვიანობის მომენტი, რა თქმა უნდა არის შიში რომ მიმატოვოს, რომ მე ამდენი გავაკეთე დავიხარჯე, ჩემი არ მქონდა ლუკმას ვყოფდი შენ და შემოგწირე მასე ბიოლოგიური დედაც. არა, ბიოლოგიური დედაცაც არა, გაგაჩინე, ჯერ ხო იმშობი არა კინაღა მოვკვდი, მე გაგაჩინე, გაგზარდა და უმადური ეს ბიოლოგიური დედაცაც შეუძლია და მამასაც. როგორ გამოვიდეთ აი აქეთ? აი ეს არის შინაგანი, აი მე მაქვს ჩემი ახსნა სიტყვა ინტელიგენტობის. ინ ნიშნავს შიგნით, ტელე ნიშნავს შორს, ღრმად და გენოს ნიშნავს ბუნება. ეს არის საგნის და მოვლენის ბუნების, ნამდვილი რაობის სიღრმისეული ხედვის უნარი. სიღრმეს ვხედავ მე. მე ვერ მოგეცი სხეული, იმან მოგცა სხეული. იმან ეხლა ეზედმეტებოდი, აღარ უნდოდა თავისუფალი ჯერ ცხოვრება წინ ქონდა და არ უნდოდა თავისუფლების შეზღუდვა და ან მოერიდა, ან საჭვლის ფული არ ქონდა, ცალკე საკითხია. ბიოლოგიური იყო, სოციალური იყო, ფსიქოლოგიური უნდა, ან უბრალოდ არ უყვარდა ეს ადამიანი, ვისგანაც გააჩინა. თქვათ, ხო? არ ნებისმიერ შემთხვევაში უარი თქვა. ეხლა მე მოგეტრიალდები და გეუბნები, რომ შვილო, არ განიკითხო ის. იმას თავისი კარმიული გზა აქვს. 5% ეუბნება. ხო, არა, ნახეთ, ეს ადამიანი, რომელმაც თქვა უარი შენზე, იმას თავის ის ცალკე ტალღაა, მუკიდეგანო, კარაანო, ხო? აი ამ მიზეს შედეგობრივ ოკეანეში, ხო? ჩვენ ერთნი ვართ. და ამას თავისი გზა აქვს, იმას თავისი კარმა აქვს. იმას თავისი პრობლემები აქვს. ნუ განიკითხავ მას. მადლობა, რომ სხეული მოგცა. მადლობა მე, რომ ჩვენ ასე კარგად ვართ, ხო? და მადლობა შენ, რომ ეს ყველაფერი გესმის. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში უჭირთ მშობლებს, მაინც ამღარ მშობლებს სიმართლის. აი მე დავიწყე ეს მითოლოგიით და დეფოლტ სისტემით და ამით. რატომ? ნახეთ, აი ხომ არის აი კატეგორია მაგალითად
ქალის მაგალითად რომელსაც უნდა რომ აი ეს სახლი, ეს მანქანა, ეს აგარაკი უყიდოს ქმარმა ან საყვარელმა მამაკაცს. აი მოთხოვნილება აქვს და დასვამს საკითხს ასე და მიაღწია და აი ძალიან კარგი შეარგოს ღმერთმა. აი არის კატეგორია, ხო, თქვათ ესეთი. აი მე მაგალითად რომ მაჩუქო, გარემონტებული სახლი არ მინდა. მე მინდა რომ ჩემით ვიყიდო, ჩემით გავარემონტო, ვიარო ელიავაზე, მოვიტანო ეს ცემენტი, გაჯი, რაღაცა შპაკლი თუ რაც ქვია, არ ვიცი რა ქვია ქართულად, მოკლედ. ეხლა აი ეს რომ მე რომ ჩემი თავი დავიჭირე ამაში. აი იმიტომ კი რომ მაძლევდნენ და უარი ვთქვი. არა, მე რომ მაქვს ეს პროექცია, ხო? რატომ? ეს პროექცია რომ არ ქონოდათ არის იმის შანსი რომ სხვაზე ყოფილიყავით დამოკიდებული, ანუ სხვას მოეცა. ხო, აი ნახეთ, ყველას ის ეძლევა, რაც რეალურად ძალიან უნდა. აი ეს ქალი იმაზე მუშაობს, რომ აი მთლიანად ეს ფემინური ენერგია, ეს როგორც ინდურში არის კალი, ხო? ეს კალის შეტევა რო დაგემართება და ეს ფემინური ეს აფროდიტე წამოვა და აი ამ აფროდიტეს არქეტიპში რო ხარ მოგეცემა. იმიტომ რომ მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა ის რა იცი და როგორ პირველი უნდა იყო მოვლილი და მეორე უნდა მოიქცე როგორც აფროდიტე. ანუ აი ეს ქალის ფემინური ენერგია ყველაზე მომნუსხველია. იყავი ელამი, კუზიანი და კოჭლი. თუ ეს ფემინური ენერგია არის, ხო? ის ვერ ხედავს უკვე შენ თუ თან ლამაზიც ხარ, მაგას რაჯობი. ნახეთ, მე მინდოდა არა ის რომ ვიღაცას მოეცა, მე თვითონ მიმეღწია. აი შეურაცხყოფილათაც კი ვიგრძნობდი თავს, რომ ახლა შენი საყიდე რა მე თვითონ ვიყიდე ის მანქანა. მე თვითონ აი სახლი, ხო, მე ვიყიდე სახლი და მე გავარემონტე სახლი და ზუსტად ისეთია ჩემი სახლი, როგორიც ვარ მე. შეიძლება შენ არ მოგეწონოს, მაგრამ მე ისე გადასარევად ვგრძნობ თავს, რომ ძალიან კარგი გაგებით უკაცრავად პასუხია და არ მაინტერესებს მოგეწონება თუ არა. ხო? რატომ? მე ამაზე დავფიქრდი, რატომ არ ვიღებ მე საჩუქარს? რომც იყოს. იმიტომ რომ მამაჩემი იყო საბჭოთა ინჟინერი. რომელიც მთელი ცხოვრება იჯდა ხელფასზე. ხო? იყო ძალიან წესიერი, უკეთილშობილესი, მაგრამ ხელფასზე მყოფი, რომელსაც არ შეეძლო ძვირფასი საჩუქრების კეთება. ანუ მე არ მქონდა მოდელი, რომ ყველაზე მთავარი მამაკაცი, მამა ყოფილიყო ხელგაშლილი. არ ქონდა და იმიტომ. ანუ მოდელი არ მქონდა, რომ ჩემთვის მამაკაც ასე ეზრუნა. ის ზრუნავდა ისე როგორც შეეძლო. მეორე მამაჩემი გაიზარდა ისეთ საზოგადოებაში, წრეში, სადაც აი ბავშვის ხელში აყვანა და ესე ქუჩაში სიარულით ცოლთან ხელკავით ითვლებოდა ქალაჩუნობად. ანუ მე არ მქონდა მოდელი, რომ სახლში კი ბატონო, მაგრამ აი ესე გარეთ, აი რაც ახლა უკვე შემოდის ეს ევროპული ნამდვილი აზროვნება, ხო? ან ადამიანური რაშვაშია ევროპული. მამაჩემი ნამყოფი არ იყო ჩემს სკოლაში, საერთოდ დედაჩემს მივყავდი, მოვყავდი და არ ერეოდა საერთოდ. და ვიზრდებოდი როგორც გოჭი. ო აი არის საჭმელი არის სასმელი არის გათბობა არის ყველაფერი და გავიზარდე გოჭი უბრალოდ საბედნიეროდ არ დამკლეს საშუბაოდ და ის რომ ის მონაწილეობას არ იღებდა და მე მისგან არ ვიღებდი აი ამ იმპულსს ხომ შესაბამისად მე გავიზარდე როგორი რომ მე რა მჭირს შენი სასაჭმელი მე თვითონ და ის ასე არ იქცეოდა, იმიტომ რომ ისეთ საზოგადოებაში იზრდებოდა, სადაც ამეების კეთება ითვლებოდა არა ვაშკაცურ საქციელად. და ეს გაიზარდა იმიტომ, რომ მამამის ან ნახეთ მე რას ეს სინამდვილეში რომელი ჯობია ის როგორც თქვენ ხართ, რომ მე თვითონ თუ ის რომ ფეხზე გადადებული ის ადამიანი და იცით როგორი მომენტია, ყველაფერს ჯობია ჯამრთელობა. თავისთავად. აი ჯამრთელი უნდა იყოს ადამიანი. რომ კაც არ უნდა მაპატიეთ ჟარგონისთვის და არ უნდა უტყდებოდეს ცოლთან და შვილებთან ერთად ახლა ეს აი ჩვენი შემდგომი თაობისთვის ხო წარმოუდგენელია რას ლაპარაკობს ახლა ეს ქალი აბა რა ცოლი შვილები ბაკურიანი აბა იქეთ ანტალია მანტალია ხო ეგვიპტე ეს ახლა მაგრამ ჩვენ დროს ხომ სხვანაირი იყო ხო დამოკიდებულება ამისადმი შესაბამისად ეს ჩემი თაობა უფრო ტრამვირებულია. ყველა თაობა თავისებურად ტრამვირებულია. მამა ჩემი ასე იქცეოდა, იმიტომ რომ ტრამვირებული იყო იმ გარემოში, ის მამა და დედა იმისი ტრამვირებული იყო. ასე უსასრულოდ ადამი და ევას ჩათვლით იქიდან მოყოლებული და ეს ჯაჭვი ხო სადღაც უნდა გაწყდეს. და ეს წყდება განათლებით.
ეს წყდება აი ინფორმაციის მიწოდებით, რომ თურმე შეიძლება პენსიაზე გახვიდე და მერე იმხელა პენსია გქონდეს, რომ მოიკიდო ზურგჩანთა და მოიარო მთელი მსოფლიო. ასე არიან მაგალითად იმ ჩამყაღებულ კაპიტალიზმში. აი ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირიდან, ჩემი თაობა. და ეს იყო ქვეყანა, სადაც მოგებული ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოცნებობდა წაგებული ქვეყნის მიერ გაკეთებულ მანქანა მერსედესს. მოგებული ქვეყნის პოლიტბიურო დადიოდა წაგებული ქვეყნის მანქანით, რომელსაც უბრალოდ ჰქონდა ის რაღაცა ჩაიკა თუ რაღაცა დაწესებული, თორე იყო გერმანული. ნახეთ, ყალბ ფასეულობებზე გავიზარდეთ ჩვენ. ეს ტრამვების როლი მშობლებსა და შვილებს შორის, იმიტომ რომ ყველა თაობას თავისი ტრამვა აქვს. კარგი, რა გახდა ეს თემა, აყვანილი ხარ თუ ბიოლოგიური შვილი ხარ? რა მნიშვნელობა აქვს გადამწყვეტი? ეს ხო რაღაცნაირად დამაკანინებელი მიმართვასავით აქვთ შეაყვანილო. ეს არის იმ გადმოსახედიდან, ხო, ის გადმოსახედი, როდესაც როდის ყოფილა ჯერ აქ ამოვდე დედათა და მამათა ეჭამათ პური. ის ეპოქალური გამოძახილებია, ხო? ეს არის მონათფლობელურ ფეოდალური წყობის აზროვნება. იცით, ევროპა ხო არ არის უბრალოდ გეოგრაფია, ხო? ეს ჩვენ ვართ რუსთაველის, ვეფხისტყაოსნის, ხო? მართლაც უბადლოა იმ პერიოდში ასეთი ნაწარმოები არც მანამდე, არც მერე არ შექმნა. ხო არის დანტე? არა ბატონო, ვეფხისტყაოსანს ბადალი არ ჰყავს. არ ჰყავს. მაგრამ ვეფხისტყაოსანზე აქცენტი რატო არ კეთდებოდა და ხალხმა ზეპირად რატო ისწავლა? იმიტომ რომ იქ ქრისტიანობაზე არ არის პედალირება, ის არის კოსმოპოლიტური ნაწარმოები, ხო? არ იყო რელიგიური პროპაგანდის, ხო, ბერკეტი. როგორ ვეფხისტყაოსნის ერი ვართ, რა დროის ის არის, რომ თქვათ, შეაყვანილო. ნუ ხო? ესე განათლებაზეა ლაპარაკი. ვეფხისტყაოსანი რატომ მოყვა? რაინდული ეპოსია. შენ თუ რაინდი ხარ ბუნებით, კაცი ხარ თუ ქალი ხარ და იქ არის, ხო? ყველა სოციალური ფენის, ყველა მენტალობის, ხო, ნესტანტარე ჯარია, თინათინია, ასმათია, ხო? ესე სხვადასხვა ტიპაჟის ქალები არიან, ხო? სხვადასხვა ტიპაჟები არიან, ესე ხო? ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ განათლებით აი ამ ჰუმანუსში მარტო ის არ იგულისხმება, რომ ჰუმანური ვარ, მათხოვარი ვნახე და იმას მე ახლა რაღაცა ამ ჰუმანურობაზე არის. აი ჰუმანური ნაწილი ჩვენი ტვინის, ხო, ეს თავის ტვინის ქერქი და ეს თავისი დეფოლტ სისტემა მარტო ადამიანს აქვს. მარტო ადამიანს შეუძლია ასეთი მასშტაბის ოცნება, წარსულში და მომავალში მოგზაურობა, იმიტომ ეს ყბადაღებული თემა ახლა და აქ. ეს ხოთა შორის არის რამდასი იყო 1960-იან წლებში, თუ არ ვცდები ჰარვარდის, ხო, ეს ტიმოტი ლირის მეგობარი იყო და ეს ტიმოტი ლირი და დიდი ფსიქოდელიკური რევოლუციების ერთ-ერთი მამამთავრები არიან და რამდასმა თქვა, რომ ეს ახლა და აქ და რატო? იმიტომ რომ ამათმა გამოიარეს ეს ფსიქოდელიკური გამოცდილება, როდესაც დეფოლტი გაითიშა და არც წარსულში ხარ და არც მომავალში აქ ხარ. და თან ხარ სხეულის მიღმა, განფენილი მთელ სამყაროში. ამათმა გამოსცადეს. აქედან მოდის მერე უკვე ეს კვლევები სერიოზული, ეს იგივე LSD-ზე, იგივე ფსილოცინზე, რომ ეს ნივთიერებები იწვევენ ზუსტად ისეთ შეგრძნებებს, რასაც იწვევს რელიგიური ექსტაზის დროს, ეს მხურვალე ლოცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამათმა მერე უკვე ფუნქციური მაგნიტორეზონანსული კვლევებით დაადასტურეს, რომ მართლაც რელიგიური ექსტაზის დროს და ფსიქოდელიკური ტრიპის დროს ერთი და იგივე ნერვული ქსელები აქტიურდება. ესეთი კითხვა მაქვს. შეიძლება თუ არა, რომ ამ დროს მოსული ემოციები და აზრები, ვიზუალები და თუნდაც ეს ხმები ნამდვილად ის იყოს, რაც არის ჩვენს ქვეცნობიერში დალექილი და არა ჰალუცინაცია. აი ნახეთ ისევ იქ მივედი, რასაც ამბობთ, ნახეთ ანუ რასაც ვხედავთ, ის არის, რაც წინამდებილეში არის თუ ის არის, რაც გვინდა რომ დავინახოთ. მადლობა ამ კითხვისთვის. ნახეთ, ეს როგორი მომენტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნივთიერებებს, ვინ იღებს. შენ რა ბექგრაუნდს ახვედრებ ამას. თუ ადამიანი არის უწიგნური
цариელი, არასაინტერესო, უნიჭო. ესე ჟარგონზე რო ვთქვათ, მაბატიეთ ამ ჟარგონების და თუ არის შტერი, ის სიფხიზლესიც შტერი იქნება. ხო. და თრობისა და თრიფის დროსაც შტერი იქნება. ეს ნივთიერებები ემსახურება აი ეს დეფოლტ სისტემაზე, ხო, გასვლას და ამავდროულად ამას ხო თრგუნავს დეფოლტ სისტემას, აი ამ სისტემას, მაგრამ აქტიურებს კომისურას, ანუ მარჯვენა მარცხენა ჰემისფეროების დამაკავშირებელ სისტემას და აგებს ახალ ქსელებს, რომელიც მანამდე ყოფითი ცხოვრების დროს არ აქტიურდება. აი მაგალითად სინესთეზია. აი მე დავინახე ბგერა. ხო. ან გავიგონე ფერი. ხო? ანუ შენ რაც გემოგავუგე ფერს. ფერს, ხო? მე აი ეს გამიგია იყო მჟავე, ხო. ეს იყო ცხარე. წითელი და იყო, ეს ლა მწარე, არის ხო. ნაცრისფერი. ხო. ლა არ იქნება ნაცრისფერი. სი ბემოლი. ხო. და ანუ ნახეთ ისეთი ქსელები აქტიურდება, რომელიც მანამდე არა. ხო. და ეს ყველაფერი შენ თუ გაქვს გაჯერებული ცოდნით, ხო. ცოდნით თუ გაჯერებული და თან გაქვს ბიოლოგიური რესურსი, რომ ამას ყველაფერს გაუძლო, ხო? შენ დააკავშირებ ისეთ ცოდნებს, რომელსაც ყოფაში, ჩვეულებრივ ყოფაში ვერ აკავშირებდი და შენ შექმნი შედევრს მაგალითად. აი მაგალითად ჯიმ მორისონის პოეზია Doors. Doors რატო ერქვა ამ ასაბს კარი? არა უბრალოდ კარი, არამედ აღქმის კარი გაიღო. რომელიც იღება. ხო? კარი გაიღო, ხო? მაგრამ ყველა ესენი ეს ყვავილების და გაზაფხულის შვილები, ჰიპები უმრავლესობა სცენაზე მოკვდა დოზის გადაჭარბების გამო. ხო? ნუ ჯიმ მორისონი აბაზანაში მოკვდა და 50-ჯერ მაღალი დოზა ჰქონდა მესი LSD-ს სისხლში, ხო? ჯენის ჯოპლინი მოკვდა და გადაჭარბებით, ჯიმი ჰენდრიქსი მოკვდა გადაჭარბებით. უამრავი დაიღუპა. რატომ? იმიტომ რომ ამ ნივთიერებების გამოყენება გაცდა საკრალურს, გახდა პრაფანიზებულს და გადავიდა ნარკომანიაში. ანუ როგორც წაუკითხავმა წიგნებმა იციან შურისძიება, ასევე ამ ღმერთების სასმელების არასწორმა გამოყენებამ იცის შურისძიება მომაკვდინებელი სენის სახით, სახელად ტოქსიკომანია, ანუ ნარკომანი. რატომ ვუტრიალებ ამ ნივთიერებებს? თურმე ამ ნივთიერებების მსგავსი ენდოგენური მორფინები, ხო? იგივე ის ფსიქოდელიკი DMT, დიმეთილტრიპტამინი, ხო? ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა. გამოიყოფა ეს ნივთიერებები. იმიტომ გაქვს შენ ეს რეცეპტორები, იმიტომ რომ გაქვს ეს ნივთიერებები. და როგორც შენ გაქვს ეს ნივთიერება, ასევე აქვს მაგალითად მიმოზას, მაგალითად ყაყაჩოს, მაგალითად კანაფს, იმიტომ რომ ეს ნივთიერებები, ეს მოლეკულები ევოლუციის პროცესში ხო დასინთეზდა ცოცხალ ორგანიზმებში. და ჩვენი პარალელური კოევოლუციური ეს მოგზაურობა გადაიკვეთა იმით, რომ მე შევჭამე ეს ყაყაჩო. შევჭამე. და იმაში და ჩემში ეს ნივთიერებები რომ მსგავსია და მიმღები მაქვს, იმოქმედა ჩემზე და მე მქონდა ტრიპი. და ეს იყო დიდებული სანახაობა და მე ვთქვი, რომ ეს ყოფითი მატერიალური საგნობრივი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე გამოვიარე და ის ფსიქოლოგიური, სულიერი, ასტრალური უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ ის ხო ძირეულად გრძნობადად გარყევს და გეუბნება რომ მე 64-ში ვიყავი. ხო? ეს რელიგიების საფუძველი გახდა ამ ნივთიერებების ზემოქმედება. პარალელური რეალობის სახით ახლა თქვენ რაც მე მკითხეთ, რომ ის რეალურია, ზღვარი ჰალუცინაციასა და გამოცხადებას შორის არ არის. სად არის ვინ გეტყვის, რომ ეს უბრალოდ ჩვენ გვიწერია, რომ იმას ქონდა გამოცხადება. მაგრამ ამას ჰალუცინაცია რის საფუძველზე რწმენის შენი გადაწყვეტილება ასეთი. და ამ ნივთიერებებს კიდევ და ერთხელ ვუტრიალებ. რატომ? ყველა პრობლემა ბიოლოგიური შვილი იქნება, აყვანილი შვილი იქნება, ქმარი იქნება, მეგობარი იქნება, თანამშრომლები იქნება, საკუთარი თავი. ეს ყველაფერი არის შენს ტვინში ნერვული ქსელის მუშაობის შედეგად ან ჯანმრთელი, ან ადიქციური დამოკიდებულება. პრობლემა არის შენს ტვინში. პრობლემა არა ის, რომ ბავშვი აყვანილია. პრობლემა არის ქსელში, რომელიც არასწორად მუშაობს. მე არ მეშინია შენი დაკარგვის. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დიდი სულიერი კავშირი. შენ მე სხეული ვერ მოგეცი. მაგრამ მოგეცი. მაგრამ მე შენ მოგეცი რაც მქონდა.
როგორც აი ის იგავი, რომ ქრისტემ თქვა, რომ აი ამან შემოგწირა, მაგრამ აი ამ მოხუცმა ქალმა ერთი მონეტა, რომელიც ყველაზე ძვირფასი, იმიტომ რომ ეს ქონდა მას და მეტი არა. თუ შენ გაიგებ ამას, არა იმიტომ რომ მადლობა მითხრა, იმიტომ რომ მადლობა არის ფუძიდან მადლი. და მადლი არის მიხვედრის სინონიმი. აი მე თუ გეუბნე მადლობა თამუნა. მე მივხვდი რა გამიკეთე შენ. მე მადლობელი ვარ, ანუ მიხვედრილი ვარ. მე მადლიერი, მადლიანი ვარ, იმიტომ რომ მივხვდი. თუ მე ვარ უმადური და ასეთი პროგრამა დევს ჩემს ტვინში, შენი დეფოლტ სისტემა მე აქ აღარ მიშველის. აქ უკვე დგება დღის წესრიგში რა? მე თუ ყველაფერი გაგიკეთე. მე თუ ყველაფერი რაც მქონდა და არ მქონდა, მოგახმარე. რომ შენ მე გადამერჩინე, რომ შენ ის რაც დაგაკლდა ბიოლოგიურისგან მე შეგივსე და ამის მერე მომიტრიალდები და მეტყვი, რომ შენ ვინახარ, ჩემი ბიოლოგიური დედაა მთავარი და გეუბნები რომ კი ბატონო, ამ ადამიანმა გააკეთა სასწაული ბიოლოგიური სხეული მოგცა, სიცოცხლე გაჩუქა, ის ძვირფასი ადამიანია, მასზე ცუდი არ გამაგონო. და შენ მაინც მეტყვი რომ შენ მე რა გამიკეთე. მიხდით? ანუ თუ აქცენტი გაკეთდა მე ხომ სამყაროს წინაშე ჩემი რაღაცა ვალი მოვიხადე. აი ეს 15 წელი, 20 წელი, 25 წელი მე ხო დედა ვიყავი. არ გამოვიდა? ამ შემთხვევაში დედაც მადლიერი უნდა იყოს შვილის, რომ ეს შვილი მის ცხოვრებაში შევიდა და შვილიც მადლიერი უნდა იყოს მე მადლობელი ვარ, რომ ის რაც ვიყავით ერთად. არ გინდა? სამხრივი არაფერი არ ხდება. თუ აღარ, აი აქ ჩემი დეფოლტ სისტემა ისე იმუშავებს. მე მოვიკიდებ ზურგ ჩანთას და აუცილებლად დავლაშქრავ ბარანას. როდის არის იცით კრიზისი? როდესაც მხოლოდ წარსულში ხან, ან მხოლოდ მომავალში. ფანტაზიები ისევ და ისევ დეფოლტ სისტემა. აქ არის, აი ამ სისტემაშია ეს წარსული, მომავალი, წარსული და ეს კანკარა და ეს აწმყო იკარგებ. მე არ მოვიწყენ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე გადავრჩები მხოლოდ შემოქმედებაში და შემეცნებაში. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ის რაც ჩვენი თვალებიდან იყურება ერთია და ადრე თუ გვიან ჩვენ იმდით სუფრაზე შევხვდებით. ხო და ამ დიდი სუფრის შეხვედრის იმედით და მოლოდინით დაგემშვიდობით დროებით ოღონდ. აუცილებლად. გავიმეორებ არაფერია მარადიო. გავიმეორებ დავსრულებით რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და სამწუხარო დრო არ აკვაკს და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. არ იყო ამომწურავი ინტერვიუ, იმიტომ რომ ბევრი კითხვა დამრჩა და ვერ ამოვწურეთ და გავიმეოროთ აუცილებლად თუ მოხვალთ. დიდი მადლობა აუცილებლად გეწევით და მადლობა ჩვენს მაყურებელს და ველით ცხარე-ცხარე ცხელ შეკითხვებს. მადლობა სტუმრობისთვის, თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.